რაჭის რეგიონი იცლება. თითოეულ ადამიანი არის სხვადასხვა სოფელში შემორჩენილი. ხალხში ჭირდება არსებობა. მაინც ყველაფერი მიდის ფინანსებამდე. არც სამუშაო, არც განათლების, არც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ამ შორეულ სოფელში რო წავა, გელმა არ შეჭამოს, ან დავთმამდე რომ ტრანსპორტი არ არის. მეზობელ სოფელში არ გიწევდეს სასმელი წყლის მოსაპოვებლად წასვლა. დღეს საუბარია ისევ პოტენციალზე. 4-ვე სეზონზე როგორ გახდეს საინტერესო ეს ადგილი. თბილისი წყვეტს რა ბიუჯეტია საკმარისი რაჭის რეგიონისთვის. წლის ბოლოს ბიუჯეტიდან თანხა დააბრუნეს. წულუკიძების ციხე ინგრევა, მინდა ციხე ინგრევა. არაფერი არ შეცვლილა უკეთესობის მხრივ. არავინ იცის, თის კანონმა რა გააკეთა კარგი. ქაღალდზე ძალიან კარგად იკითხებად რაღაც, მაგრამ რეალურად არ სრულდება. სულ იყო ლაპარაკი რომ რაჭა ეს არის მხარე, ზემო ქვემო რაჭა, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი. რომ გადავხედოთ ამ 30 წელს, დღეს საუბარია ისევ პოტენციალზე. ჩამოდიან საერთაშორისო ჟურნალისტები, ბლოგერები და მიყავთ ხოლმე სახელმწიფოს ძირითადად ტურიზმის აგენტოს როგორც პოტენციალის გასაცნობად. და რაღაც მტკივნეულია ძალიან ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მცდელობა იყო, როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ისე თავისთავად საქართველოს მოქალაქეების რაღაც სახე მიეცათ რაჭისთვის, ანუ ჩარჩოში ჩაესვათ მიმართულებები, სტრატეგიები. და რაჭას აქვს თავისი გენგეგმაც აქვს, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გეგმაც აქვს, მაგრამ რა ხდება? ხდება ის, რომ ეს ყველაფერი იწერება, შემდეგ არის თაროზე შემოდებული, ძალიან ხშირად თავად დამკვეთი, თავად სახელმწიფოა, რომელიმე ან მუნიციპალიტეტია ხოლმე, ან ეკონომიკის სამინისტრო. ამას ჩართული არის ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის და რომ გადავხედოთ ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მძიმე მდგომარეობა რაჭაში 30 წლის შემდეგაც. ეს ყველაფერი დარჩა ფურცელზე, ან რაღაც სიტყვიერად განხილვის ისევ საგნად დარჩა. მე თუ მკითხავთ, ეს არის პირველ რიგში დაუცველობა ზუსტად აი ამ სტრატეგიების, შემოღებული რეგულაციების და იმ კონცეფციების. ანუ იწერებოდა და არავინ ამას არ ასრულებდა. არ ასრულებდა იმიტომ, რომ კორუფცია არის ძალიან ხშირად ეს არის უცოდინარობაც. და ვიტყოდი რომ თავხედობაც, გარკვეული თავხედობა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ არავინ არ გვჭირდება და მიხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ კუთხეს. და შედეგი ის მივიღეთ, რომ ბოლომდე ვერ მიხედეს. წინა წლებში არაერთხელ დაიწერა, რომ მუნიციპალიტეტებს, როდესაც ჰქონდათ ბიუჯეტი, წლის ბოლოს ბიუჯეტიდან თანხა დააბრუნეს. ანუ წარმოგიდგენთ, თანხა როგორ უნდა დაბრუნდეს რაჭიდან, როდესაც ამდენი რამ არის გასაკეთებელი მართლა. ამოუწურავია, მე ვიტყოდი. ის კი არა, მაგრამ ხვალ რომ იწყებოდეს ხელახლა რაღაც სტრატეგიის იმ დანერგვა რომელიღაცა კონცეფციის, ალბათ, რა ვიცი, 10 წელი უნდა მინიმუმ, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს იმ შემთხვევაში, თუ იქნება თანხებით სურვილი, ცოდნა, რასაც ძალიან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და პასუხისგებლობა, რომ აი ამ ცოდნას და ყველა გადაწყვეტილებას ყველა ჩართული მხარე უნდა მიუდგეს პასუხისგებლობი. ეს ჰესები იქნება ზუსტად რაჭისთვის დამანგრებელი, ეხლაც ბევრი საუბარი არის მთის ამბები, სპეციალისტების მიერ, რომ რაღაც სპონტანურად ხდება რაღაცეები და სულაც არავის არ ადარდებს რაჭა დაიცლება თუ არა მოსახლეობისგან, თავარია ვიღაცები დაეპატრონონ ამ ჰესებს. მინი ჰესებზე არ ლაპარაკობთ, მასშტაბურ ჰესებზე ლაპარაკი და მით უმეტეს ესეც ურთულეს გარემოში. მე არ გახლავართ ხა ამის სპეციალისტი, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გაეცნობა ამ ინფორმაციას და საშიშროებებს, ისიც მიხვდება, რამდენად არასერიოზული დამოკიდებულება არის მთლიანად კავკასიის მთიან რეგიონებს ეხება ეს და არა მხოლოდ რაჭას. აი მაშინაც რომ თქვით 30 წლის მერე რაზე იყო საუბარი იყო იმაზე რომ რაჭა გამხდარიყო 4 სეზონის მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით. მე მიმაჩნია რომ შეუძლებელია ეს ნამდვილად არ არის და მაგალითს მოვიყვან სვანეთზეც იგივე საუბრობდნენ და სვანეთის ტურიზმის განვითარების პროექტებში ხშირად ვიყავით ჩართული და ჩვენ ახლა ეს შედეგი მივიღეთ მიუხედავად იმისა რომ ხარისხი დაბალია ყოველ შემთხვევაში მიღებულია.
იყო დაცულ ტერიტორიებზე საუბარი, ოღონდ იმ სტატუსებით, რომელიც მოსახლეობას არ შეუშლიდა ხელს ბუნების რესურსის მოპოვებაში. და საბოლოო ჯამში რაღაც ქაოსი გვაქვს მიღებული, იმიტომ რომ იყო გარკვეული ინვესტიციები, როგორც ადგილობრივების, ისე გარედან და ბევრმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილი არ გაამართლა, იმიტომ რომ საზოვრების საკითხი იყო ძალიან ჰაერში გამოკიდებული, იგივე დენის მიწოდება იქნებოდა თუ აი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რაც ევალებოდა სახელმწიფოს, რომ მოეზიდა ზუსტად ეს ინვესტიციები. ხშირად ვსაუბრობ მცირე ბიზნესის განვითარებაზე და აუცილებლობაზე, იმიტომ რომ ჩვენ მიწვეულები ვიყავით ჩვენ ჯგუფი ავსტრიაში და გაგვაცნეს ერთ-ერთ რეგიონში ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ხო იცით ხა ავსტრიელები მაინც ტექნიკური ხალხია და როდესაც ვესაუბრებოდით აი ეკონომიკური კრიზისების დროს რა ხდებოდა მათ, ეს რომ ჩვენ არ შევხვებიაო და არ შეხებიათ ორი მიზეზის გამო. ერთი ეს იყო ეროვნული დამოკიდებულება ერთმანეთის ბიზნესების მიმართ და როგორ გიხართ აი ბიზნეს თანაგრძნობას დავარქმევდი და ტოლერანტობა მათ მიმართ, რომ ერთმანეთისთვის შეეწყოთ ხელი და შემდეგ დამოუკიდებლები იყვნენ ეს მცირე ბიზნესები და მოწოდება იყო იმ რეგიონში, რომ ერთმანეთისგან შეესყიდათ პროდუქტი თუ მომხმარებლები გამხდარიყვნენ ზუსტად აი ამ ბიზნესების. რაც თითქოს მარტივი მაგალითია, მაგრამ ჩვენთან ძალიან მძიმე არის ამის როგორ გითხრათ, აი დასახვა თუ შესრულება. და მე ვფიქრობ, რომ რაჭისთვის ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოსავალია, იმიტომ რომ თავისთავად ხალხი არის ძალიან ნიჭიერი, საოცრად სტუმართ მოყვარე. ანუ აი არ ვიცი, აი ქუჩაში რო ზამთარში ამროლაur შეიძლება ქუჩაში მიდიოდა შენთვის და უბრალოდ კითხავს, ვისთან ახარ სტუმრათა და რაღაც გულის ამაჩუყებელიც არის. მე ჩემ პირველი პროფესიით ეთნოგრაფი ვიყავი და ამიტომ ეთნოგრაფებთან ერთადაც მიმუშავია რაჭაში და ესეთი ფოლკლორი იქნებოდა, ღვინის ტურიზმის პროექტებზე მუშაობდით, უამრავი ზოგი მივიწყებას მიცემული რაჭის ყურძნის ჯიშები და ეს ცოცხალი ეთნოგრაფია, იგივე მარნები, რა ვიცი, ამოუწურავია. თუ კი არსებობს სამოთხეები დედამიწაზე, ერთ-ერთზე ვიტყოდი, რომ ეს არის რაჭა, ეს არის ადგილი და კუთხე საქართველოში, რომელსაც აქვს ყველაფერი. ანუ ტყე, მინდორი, ჩანჩქერი, მდინარე, ციხე, სიმაგრე, კოშკი, ეკლესია, ფრესკა, სიმღერა, ყურძენი, რა არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება რომ რაჭა თავისთავად სწორი კონცეფციის შემთხვევაში და სწორი მართვის შემთხვევაში ვერ შეინახოს, ვიტყოდი მესაქონლეობიდან დაწყებული, კულინარიით დამთავრებული. ახლობით 14 წელია მუშაობ საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტებზე და რაჭაში პოტენციალიც არის და ძალიან კარგი ხალხია. ჩვენს ტრეინინგებშიც მონაწილეობდნენ, რა ვიცი, გლოლა ამბროლაურიც, შქმერიც ეს ხალხი და ეს შეიძლება გახდეს ასევე ზოგიერთ სოფელში ცალკე პროფესიების შექმნას მეცხენეობა ამაზე საცხენოსნო ტურიზმად. კულტურულ მემკვიდრეობაზე ვერ ვისაუბრებ თუ ისევ და ისევ საერთო ჭრილში არ განვიხილეთ ეს ყველაფერი, ხო? სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ეს ყველაფერი არის გადაჯაჭვული უშუალოდ და აი ყველაფერი რაც იამახსენ, თუნდაც იმ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი რო იყო სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, ხო, ჩვენ ხო აქ უფრო ეკოტურიზმს და ესეთ კულტურულ აგროტურიზმს და ესეთ გულისხმობთ, ხო, რაღაც ნიშურ ტურიზმს და არა მასობრივს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ადმინის თავარია ჩაეთვალოს. აი ასეთი ტურიზმის გასავითარებლად, ხო, მთავარი პოტენციალი სწორედ კულტურულ მემკვიდრეობაში გვაქვს და რაჭა ამით არის უნიკალური და ნიშანდობლივია სხვათა შორის, რომ პირველი დოკუმენტური ფილმიც საქართველოში სწორედ რაჭაზეა გადაღებული, აკაკ წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და რომ ნახოთ ეს დოკუმენტური ფილმი, აი გაოცდებით სწორედ ამ სიმდიდრით, ხო, იქ ფერხულია, გასტრონომია სუფრებია გაშლილი, ბავშვების ფერხულები ცალკე, ხანშესული ადამიანების და არის ხალხმრავლობა და აი რატომ მინდა ამ საერთო ჭრილში ეს განვიხილო, ესე იგი ყველგან ჩანს, რომ აი ადამიანებით არის სავსე სოფლები და მთელი რაჭა და ლეჩხუმიც სხვათა შორის და დღეს რამდენჯერაც კი მომიხდა ეგ ჩასვლა, არის ფაქტობრივად დაცლის პირას ეს უნიკალური კუთხე და სოფლები.
და ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, დაცლა, მიგრაცია მოსახლეობის, იმიტომ რომ ვერანაირ კულტურულ მემკვიდრეობას და ვერც ბუნებრივს ვერ შეინარჩუნებ, თუ ადამიანი არ არის იქ ადგილზე, ხო? ეს ერთი და კიდევ რაც ჩემთვის იყო თვალსაჩინო პირადად, აი რამდენჯერაც ბოლო დროს ყოფილა რაჭაში, ეს არის მობილობის პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან უშლის ადგილობრივებს იქ ნებისმიერი საქმიანობის განვითარებაში, თუნდაც განათლების მიღებაში და ისევ და ისევ განათლების, სწავლის და ამის გარეშე ხო ვერც კულტურულ მემკვიდრეობას მოუვლი ჯერონად. ანუ ეს ყველაფერი არის გადაჭრილი, მე მახსოვს აიქ პროფესიული სასწავლებელი არქვანი და ერთხელ რაღაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი იყო, სხვა შორის მარნის მასპინძლის, რომელმაც ძალიან გააძლიერა ეს მცირე მარნების ანუ მფლობელი მეღვინეები და ძალიან საინტერესო კონცეპტუალურად და ეს პროგრამა ცალკე შეიქმნა პროფესიულ სასწავლებელში, რაც ასევე დიდი მიღწევა იყო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის. ეს არსებობს? იმედია რომ არსებობს. წესით სიცოცხლისუნარიანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ დიდი ინტერესი იყო აი სწორედ მცირე ბიზნესის მხრიდან, რომელიც პერსპექტიულია იქ ხო, დიდი პოტენციალის მქონეა. და ეს მცირე მარნების ჯერჯერობით თვისწავლობით განაგრძობენ არსებობას. ხო და მახსოვს რომ წუხილი ასეთ გამოითქვა პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ დავტოვოთ სტუდენტები, როცა ვტოვებთო აი კიდევ დამატებითი უნარების მისაღება და რაღაც ხო, აი დამატებით კურსებზე და მე გული მისკდებაო ამ შორეულ სოფელში რო წავა, მგელმა არ შეჭამოს ან დავთმო, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არის. აი ეს არის სწორედ ის საკითხები, რომელიც ძირეულია, ანუ სანამ უშუალოდ მემკვიდრეობის და ვთქვათ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცულობის ხარისხთან მივალ და რაღაც რომელიც ასევე სრულებით სავალალოა და აი შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეთ თუ მიხვალ წულუკიძების ციხე ინგრევა, მინდა ციხე ინგრევა, ზემო კრიხში ჯერ კიდევ რა ვიცი 2009 წელს გაკეთებული რეაბილიტაცია რომელიც ძალიან ცუდად გაკეთდა დღემდე ისე უნიკალური ძეგლია მაგალითად ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესია რომელიც ასევე საოცარ რეპერტუარს მოიცავს კედლის მხატვრობისას, ან უნიკალური ფრესკებია. ზემო კრიხში დღემდე ჟონავს წყალი, ანუ ჩადის წყალი, ჯერ თავის დროზეც არასწორად გაკეთდა, იმიტომ რომ ეს ავთენტიკური ფილებით არ მოპირკეთდა და ეს ფილები ცალკე იყო სადღაც შეკრილი, მაგრამ მოკლედ დღემდე სინესტის პრობლემა აქვს უდიდესი და ფაქტობრივად კარგავთ აი ამ უნიკალურ კედლის მხატვრობას. კულტურულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ, ხო, არამატერიალური და მატერიალური და არამატერიალური არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონეა სწორედ რაჭაში, ხო? იმიტომ რომ აი ეს ადგილწარმოშობის ზონებია, ეს მიკროზონებია, თქვათ ხვანჭკარის, ყურძნის მეღვინეობის და ყურძნის ჯიშების. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი, ანუ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია ქართული ღვინის წარმოების მეთოდი, ხო? ქვევრის ღვინის და ანუ ფაქტობრივად ჩვენ კაცობრიობას უნდა შემოუნახოთ ეს ტრადიცია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობას. ასეთ ვალდებულებაც გვაკისრია და სინამდვილეში რა ხდება? ან იგივე ტრადიციული მესაქონლება, ტრადიციული მეფუტკრეობა, ну, რომელიც აი მე მაქვს ნანახი ისეთ რაღაცეები, თხმორში და კიდე მიმდებარე სოფლებში, აი მორებში რო ყავთ, ხის მორებში ფუტკრები, ну, აი საოცარი სანახაობა არის, მართლა აი საუკუნების წინ შექმნილი და დღემდე რომ ძალაშია ეს ტრადიცია. უმნიშვნელოვანესია იმ გარემოს შენარჩუნება, იმ ბუნებრივი გარემოს, რომელშიც ეს ყველაფერი განვითარდა, შეიქმნა და დღემდე ცხოვრობს ადგილობრივი თემი. მაგრამ ეს გარემო ნადგურდება ყოველდღიურად და აი ჰესების პრობლემა, რომელიც ახსენაიამ, ასევე ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს, ანუ იქ რაჭის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. და განსაკუთრებით მეღვინეობას შეიძლება დაარტყას, იმიტომ რომ აი მოგეხსენებათ ყურძენი ძალიან ფაქიზი კულტურაა, ხო? და ამდენად ვენახის გაშენება და მოვლაპატრონობა გულისხმობს იმ გარემოს შენარჩუნებას და ისედაც ძალიან როგორ ვთქვა მოწყვლად გარემოში ცხოვრობთ ამ კლიმატური ცვლილებების და ამის გამო და დღეს კიდევ ასეთი აგრესიული ჩარევა შეიძლება მართლაც ფატალური აღმოჩნდეს თქვათ მეღვინეობის შემდგომი განვითარებისთვის არადა რამდენიმე ну საკმაოდ ბევრი ალბათ სხვა რეგიონებს თუ შევადარებთ პატარა მცირე ღვინის მარანი არსებობს რაჭაში ძალიან ცნობილი აი მაგ პატარიძეების მარანი მახსენდება და კიდევ რა ვიცი სარდანაშვილის, პაპუაშვილის, ხო, ბევრია მართლაც რომლებსაც სხვათა შორის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ მახსოვს მე ევროკავშირის სხვა პროექტებს ბიომეურნეობის პროექტი იყო, ბიომეურნეობის წაქეზების, ასევე აი ბრენდირების და როგორ საერთაშორისო ასპარეზს
ზე გასვლაში დაეხმარა ეს გამოცდილება საერთაშორისო და დაფინანსებას და დღეს ეს მარნები სიცოცხლის უნარიანია და ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანია. არა მარტო მათი მფლობელებისთვის, არამედ მთელი ადგილობრივი თემისთვის, ხო? თავარია რომ ეს ერთიანობაში შენარჩუნდეს და აი ეს რაც არის ფრანგული ტერმინი, ხო? ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით terroir, რომელიც გულისხმობს ყველაფერს, იქ არსებულ, რა ვიცი, განაშენიანებას, მცენარეებს, ნიადაგს, წყალს, აი ეს ყველაფერი ადამიანს ადგილობრივ თემს, აი ეს ყველაფერი ქმნის იმ ადგილწარმოშობის, ხო, ზონას და იმ განსაკუთრებულობას, რომელიც მერე იგრძნობა ამა თუ იმ ღვინოში, იმის სურნელში და ასე შემდეგ. რაჭა სინამდვილეში არის ერთ-ერთი მდიდარი ტერიტორია საქართველოს, ერთ-ერთი მდიდარი რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი. ეს არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია 4-ვე სეზონის ტურიზმი მოიცვას და გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს რაჭას, მას აქვს ასევე ძალიან დიდი რაოდენობით ტყე, სასოფლო მეურნეობა და ასევე ბუნებრივი მინერალები, ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში არ გამოკვლეულა, რამდენ ბუნებრივ წიაღისეულს ფლობთ საქართველოს მოსახლეობა. სინამდვილეში ამ ყველა რესურსიდან არაფერი არ გამოიყენება დღეს რაჭაში და სინამდვილეში ის დოვლათი, რომელსაც რაჭა ქმნის, ვერ რჩება რაჭის რეგიონში და რაჭის რეგიონი იცლება. ამ ყველაფრის პრობლემა არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც განაგებს ყველა რეგიონს. ყველაზე ეფექტური მთავრობაც კი ვერ შეძლებს ეფექტურად დაამენეჯმენტოს მთელი საქართველოს რეგიონები. შესაბამისად, ცენტრალიზებული სისტემა ვერასდროს ვერ იქნება უფრო კარგი მენეჯერი, ვიდრე ადგილობრივი რაჭველი. ცენტრალიზებულ სისტემას ვერასდროს ვერ ეცოდინება ადგილობრივი რაჭის პრობლემები და რაჭველს ბევრად უკეთესად ექნება აღქმული ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს რაჭაში და ის პოტენციალი, რომელსაც ფლობს რაჭა. ასევე არსებობს უამრავი რეგულაციები, რომლებიც მცირე ბიზნესებს და მეწარმეებს ხელს უშლის იმისთვის, რომ მათ აკეთონ ის საქმე, რითაც რაჭა გამოირჩევა და ასევე მთავარი პრობლემა არის ბიუჯეტი, რომელიც რაჭაში გროვდება, რაჭის გადასახდელების გადამხდელები იხდიან თანხას, თუმცა ეს ბიუჯეტი მიდის ჯერ თბილისში, ცენტრალიზებულ სისტემაში და თბილისი წყვეტს რა ბიუჯეტია საკმარისი რაჭის რეგიონისთვის. ხშირ შემთხვევაში რაჭის რეგიონიც ისევე როგორც სხვა რეგიონები ამ ბიუჯეტს ბოლომდე ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ სხვა პროექტებში მათ ფული დახარჯონ და ეს ფულით საბოლოო ჯამში ბრუნდება თბილისში და თბილისიდან განაგებენ რამდენი ბიუჯეტი ეკუთვნის რაჭას. და ასევე მთავარი პრობლემა არის იმ ბუნებრივი წიაღისეულის და იმ რესურსების, რომელიც რაჭაში არსებობს, ამის გამოუყენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ერთადერთი, ვინც სარგებლობს რაჭის რეგიონით, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებით არიან ან ადგილობრივი ფეოდალები, ან ცენტრალიზებული სისტემა. რა პოტენციალი აქვს რაჭას? ამაზე ყველაზე კარგად საუბრობს ადგილობრივები, ისინი ასახელებენ იმ პრობლემებს, რაც რეალურად მათ აქვთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად ცხოვრობდნენ იმ ადგილას, სადაც უყვართ და მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი განვითარების დიდი პერსპექტივით შეიძლება გამოირჩეოდეს. თავად პრობლემა დასახელებენ იმას, რომ რაჭაში რაჭველები ძირითადად მხოლოდ აგვისტოს 2 კვირას ატარებენ, აგვისტოს ბოლოს სრულად იცლება, სიცოცხლისგან დაცლილად გამოიყურება, თითოეულა ადამიანი არის სხვადასხვა სოფელში შემორჩენილი და ასე გრძელდება მომავალ ზაფხულამდე. რეალურად მათი ხედვა და პოტენციალი, რაც შეიძლება რაჭას ჰქონდეს, სწორედ უკავშირდება როგორ დაამაგროს ადამიანები რაჭაში. 4-ვე სეზონზე როგორ გახდეს საინტერესო ეს ადგილი და როგორ დაუბრუნდეს ხელოვნურად კი არა, ბუნებრივად როგორ დაბრუნდნენ ადამიანები ამ რეგიონში. პირველი ეს არის ალბათ ძლიერი ტურისტული სეზონი 4-ვე სეზონზე, ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილზე შექმნის ისეთ შესაძლებლობას, რომ ამაზე დაშენდეს შემდეგ ის პატარ-პატარა ეკონომიკები, რასაც თავად რაჭველები ადგილზე შექმნიან და მესამე რაც მთავარია, ეს პოტენციალი საინტერესო იყოს
ინვესტორებისთვის, არა მხოლოდ დიდი და მსხვილი ინვესტორებისთვის, არამედ პატარ-პატარა ისეთი ინვესტიციებისთვის, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკურად ამ რეგიონს და სურვილს გაუჩენს ადამიანებს დაბრუნდეს კვლავ ამ ადგილას. რეალურად რაჭველებისთვის პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. არ არის მოწესრიგებული გზები, ინტერნეტი, არ არის გამოყენებული და ათვისებული ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორიც არის ამბროლაურის აეროპორტი. არ არის ამბულატორია ყველა სოფელში ხელმისაწვდომი, რაც რეალურად ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, რომ აქედან გაიქცნენ და დაიცალოს რეგიონი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. ამიტომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ყოველი სეზონი, რისი პოტენციალიც სწორედ რაჭას აქვს, გახდეს საინტერესო როგორც შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულზე და ამით გააჩინოს მუდმივი მაცხოვრებელი ამ რეგიონში. რაჭა ბუნებრივი ბრენდია, შეიძლება ამაზე საუბარიც, მაგალითად თუ კი გამოკითხვას ჩავატარებთ, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მხარე შეიძლება რაჭაც დასახელდეს, ეს აუცილებლად ასე იქნება და ეს ამუშავებს ჯერჯერობით რაჭას, აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, თუმცა არის ძალიან ბევრი პრობლემა. პირველი რა თქმა უნდა ეს არის თვითმმართველობა, რეალურად ახლა თვითმმართველობა არ არსებობს, ანუ უკავშირი არ არსებობს. რაჭა იმართება აქედან დავალებების შესრულების საფუძველზე. ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. მეორე ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი შემცირება. ჩემი ბავშვობიდან დღემდე თითქმის განახევდა რაჭაში ადგილობრივი მოსახლეობა და რაც ყველაზე მთავარია დაბერდა. ანუ ახალგაზრდები არიან ცოტანი. იმიტომ რომ მათ არ აქვთ ადგილზე არც სამუშაო, არც განათლების, არც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და მათ არ დაედგომობათ, ასე ვთქვათ, და ცხოვრების ასე ვთქვათ, სანახავად მოდიან უბრალოდ იმისათვის, რომ ლუკმაპური მოიპოვონ ამ რეგიონიდან და ისინი იქ არ ბრუნდებიან. ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის რაჭა არის ახლა აგარაკი. ანუ ივსება ზაფხულში და დასვენების დღეებში, არ ვიცი, აღდგომა მაგალითად. დანარჩენი აღარაფერი. ამიტომ არსებობს ბევრი კითხვა, რაზედაც პასუხი უნდა გაეცეს. ერთ მაგალითს ვიტყვი, მაგალითად, ამბროლაურში წვიმის დროს არ არის წყალი. მაშინ, როდესაც რაჭა დგას წყალზე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემის მაჩვენებელი, ზუსტად იმის, რომ ეს არის ქაოტური განვითარება და არ არსებობს არანაირი სისტემა, რომელიც არის ნაფიქრი და მერე გადაწყვეტილი. ყველაფერი ხდება ქაოტურად და ჩვენ მივალთ იქამდე, რაც დაემართა მაგალითად ბაკურიანს, სადაც არ არსებობდა არანაირი გეგმა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ამ არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობებიდან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის რეგიონის ამ ფორმატში განხილვა. ცალკე აღებული რაჭა ვერ მოაგვარებს თავად რაჭის პრობლემასაც, იმიტომ რომ მაგალითად იგივე საქართველო არ არის დაყოფილი ასე, ხო? რაჭა არის ცალკე კუთხე, მაგრამ არის ის რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი. არსებობს თუ არა აი ამ იდენტობის განცდა და დაუშვათ აღიარებენ თუ არა, როგორ ვთქვათ, ისინი თანაარსებობას, რომ რაღაც პრობლემებს ერთად უნდა ებრძოლონ და რაღაც პრობლემები მათთვის საერთოა. ეს არის ნაკლები და ისევ განათლებისა და ურთიერთკავშირების პრობლემასთან გვაქვს საქმე. როგორც ადამიანს, რომელიც დაბრუნდა რაჭაში, 300 წლის მერე როგორც ჩვენ ახსენე ოჯახი დაბრუნდა რეგიონში, შენი პერსონალური გამოცდილებიდან როგორ ხედავ ამ ყველა პრობლემას, რასაც აქ ვილაპარაკეთ და რა უშუალოდ რას გამოყოფთი? ჩემი შვილის წინაპრები ცხოვრობდნენ რაჭაში, უბრალოდ ეს ეკოლოგიური კატასტროფები, რომლებიც გუშინ არ დაწყებულა, საკმაოდ დიდხნიანი პროცესი მიმდინარეობს, აი ამ ძალიან ახალგაზრდა მთის კავკასიონის კალთებზე, რაღაცა სოფლები, რომლებიც არსებობდა, რომლებიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო, უბრალოდ გაქრა. მიწისძვრების შედეგად, მეწყრული პროცესების შედეგად, რომლებიც დღესაც ძალიან აქტიური და აქტუალურია რაჭაში, ზვავების გამო, ზოგადად, ანუ ნებისმიერ რეგიონში, კავკასიონის კალთებზე ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს. ჩემი ოჯახის წინაპრები იძულებული გახდნენ, რომ გადარჩენილი ადამიანები ამ ერთ-ერთი კონკრეტული სოფლის, რომელშიც სიცოცხლე ჩქებდა, იძულებული გახდნენ, რომ სხვა რეგიონში დასახლებულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა და რაღაცნაირად ეს გვარი გადარჩა. ეს არის გვარი მცხეთაძე და რატომღაც ყველა უკავშირებდა მცხეთას, მაგრამ სინამდვილეში სხვა რაღაცას უკავშირდება, როგორც აღმოჩნდა და თვითონ რაჭველებსაც ძალიან უკვირთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი გვარი წარმოშობით არის ზემო რაჭიდან. 30 წლის წინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მემოგზაურა რაჭის ძალიან ბევრ სოფელში.
და ზუსტად იმიტომ რომ არ ვარ რაჭაში დაბადებული და გაზრდილი და მთელი ცხოვრება არ მაქვს იქ გატარებული. პირველად ვიყავი 30 წლის წინ, შემდეგ არანაირი გადაკვეთა არ მქონია ამ რეგიონთან და 7 წლის წინ რაღაც წინა პირობა და წინა ისტორია ქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ ისევ აღმოჩნდი რაჭაში. როდესაც უკვე გადავწყვიტეთ ოჯახმა, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი დაბრუნება მომხდარიყო ისევ ამ რეგიონში. როცა შენ ამ რეგიონთან არ გაქვს ესეთი ემოციური კავშირი და უბრალოდ გადაწყვეტ იქ დასახლებას და რაღაც პერიოდით ადრე შეხება გქონია ამ რეგიონთან, გაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გააკეთო შედარება, რა შეიცვალა დავუშვათ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რა შეიცვალა 30 წლის განმავლობაში და მაშინ როცა ვეძებდი სახლს, სადაც დავსახლდებოდი საბოლოოდ და სადაც დავიდებდი ბინას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მოვიარე ფეხით და ბევრ ადგილას მქონდა შეგრძნება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დრო გაჩერდა და ამ სოფლებში არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არ შეცვლილა უკეთესობის მხრივ. უარესობის მხრივ შეიძლება რაღაცები შეიცვალა, რომ თუნდაც აი ამ რაღაცა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ, სტიქიებმა ბევრგან შეცვალა მდგომარეობა და ყველაზე თვალშისაცემი რაც იყო, ის რაც 90-იანი წლების დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა ძალიან დიდ სიდუხჭირეს განიცდიდა და არ მოძრაობდა ტრანსპორტი, ძალიან რთული იყო თვითონ რეგიონში მოხვედრა, იქ ადგილზე გადაადგილება, არ ფუნქციონირებდა ფაქტიურად არაფერი, ხო? ეხლა ყველაზე მეტად თვალშისაცემი რაც არის, რომ მაშინ სოფლებში ხალხი ცხოვრობდა და ეხლა ძალიან ბევრი სოფელი არის ფაქტობრივად დაცლილი. ზაფხულში, რა თქმა უნდა, ჩამოდიან, რა თქმა უნდა, იღება კარები, ფანჯრები და სოფლები ხმაურით და ხალისით ივსება, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი სოფელი, სადაც ზამთარში ისეთი სოფელიც კი გვაქვს, სადაც ზამთარში მხოლოდ ერთი მოსახლე რჩება და არის რამოდენიმე სოფელი, სადაც ზამთარში მხოლოდ აი ნადირის სათარეშოდ არის გადაქცეული იქაურობა და რითი არის ეს გამოწვეული? პირველ რიგში ალბათ ეკონომიკური შესაძლებლობით? ეკონომიკური შესაძლებლობით, ასევე აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მარინამ ახსენა, რომ რთულად მისაწვდომი გახდა რაჭა. ანუ გარდა იმისა, რომ დღეს 21 საუკუნეში თბილისიდან რაჭაში რომ მოხვდე, ესეც კი პრობლემა არის. ანუ ტრანსპორტი გადის მხოლოდ დილის საათებში, რაღაცა კონკრეტულ დროს და ფიქსირებული განრიგი და გრაფიკი არ არსებობს ტრანსპორტის გადაადგილების. საკუთარი მანქანის გარდა საკუთარი მანქანის ან თუ ტაქსის სერვისით არის სარგებლობ, ფაქტიურად რაჭაში ვერ მოხვდები. და კიდევ უფრო რთული მდგომარეობა არის შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილების, იმიტომ რომ იქაც ანუ თანხობრივადაც შეიძლება უფრო იაფად ჩახვიდე თბილისიდან ამბროლაურში მაგალითად ან თბილისიდან ონში, ვიდრე რაიონული ცენტრიდან მოხვდე რომელიღაცა სოფელში, იმიტომ რომ იძულებული ხარ ტაქსის სერვისით ისარგებლო და ეს იმდენად ძვირია, რომ შეუძლებელია. ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები ძალიან დიდი გასაჭირი გვაქვს, შეიძლება გასაჭირიც კი უწოდო ამას, წყალმომარაგების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა, მაინც წყლის პრობლემა არის ძალიან აქტუალური. შიგნით ქალაქებშიც, ანუ ონს და ამბროლაურს აქამდე იყო, რომ ზაფხულში იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოდიოდა, უბრალოდ ნაკადები არ იყო საკმარისი და არ ყოფნი და ეხლა უკვე ზამთრის პერიოდშიც წელს მაგალითად დაფიქსირდა ესეთი შემთხვევა, რომ ზამთარში ზუსტად იმიტომ, რომ გრაფიკით მიეწოდებოდა მოსახლეობას წყალი, ყინვებმა ფაქტიურად ეს საშინაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ადამიანები ძალიან დიდ გასაჭირში აღმოჩნდნენ ამის გამო. ეკონომიკური მდგომარეობა ხო ის რომ დასაქმების პრობლემა არის და იძულებული ხდება ადამიანი რომ სადღაც სხვაგან უფრო დიდ ქალაქში წავიდეს ან მიმდებარე მუნიციპალიტეტებში წავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ხშირ შემთხვევაში მოდიან თბილისში. ნუ უფრო ხშირად არის ქუთაისი, რომ თან ანუ რაჭაში და ლეჩხუმში მაცხოვრებლები ცდილობენ, რომ როგორღაც შეინარჩუნონ ეს ახლო კავშირი თავიანთ სახლებთან და მაინც ეძნელებად შორს წასვლა. ხშირ შემთხვევაში მიდიან ქუთაისში და ასევე ხშირ შემთხვევაში მოდიან თბილისში, ზოგადად ყველა რეგიონიდან, არა მხოლოდ რაჭიდან.
თუ ძირითადი დასაქმების მიმართულებები მაინც რა არის? ძირითადი დასაქმების მიმართულება არის სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსი დიახ და თვითდასაქმება. და თვითდასაქმებაც რთულია იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ყველა პრობლემა რაც ჩამოვთვალეთ, ძალიან ართულებს იქ აი ამ საქმიანობის შენარჩუნებასაც, ყველაფერს ძალიან ართულებს. ტრანსპორტი, ფასები, ის რომ არ არიან სპეციალისტები და შენ გიწევს რაღაცის შეკეთება გჭირდება, რაღაცა სარემონტო სამუშაოების ჩატარება გჭირდება, გიწევს მუნიციპალიტეტიდან გასვლა და ამ სერვისის სხვაგან მოძიება, ან ჩამოყვანა პირიქით, რაც ძალიან ზრდის ხარჯებს. პარადოქსულია რაღაცა რომ ვლაპარაკობდით, რაჭის ოსტატები იყვნენ მთავარი ხის ოსტატები, რომელს ნახევარ საქართველოს მათ შორის თუშეთიც და სადაც კი რამე ხის სამუშაოები ჩატარებულა და რამე გვახსოვს, ყველა ვიცით რომ ეს იყო რაჭის ოსტატები. დღეს რა ვითარება გვაქვს ამ მდგომარეობა? ესეც ვთქვათ, რომ დღეს კოლხუროდას სადაც ახსენებ, ასოციაცია პირველ რიგში ჩდება ჯერ რაჭველ და შემდეგ უკვე ლაზ ოსტატებთან. დღეს სამწუხაროდ რაჭაში, ანუ პირადად მე დამჭირდა, ანუ როდესაც დავიწყეთ ამ ჩვენი ოდასახლის აღდგენაზე ზრუნვა, ფაქტიურად ვერ მოვიძიეთ. რაჭის მასშტაბით ვერ მოვიძიეთ ვერავინ. დაგვჭირდა იმერეთიდან რაღაცა ნაწილი ოსტატების ჩამოყვანა და მე საბოლოო ჯამში მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ თვითონ უნდა შეგვესწავლა რაღაც ხელობა, რომელიც ყოველწუთიერად გვჭირდებოდა. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, რომ აი ჯერ კიდევ ასე თუ ისე ხელუხლებელი რეგიონია, მაინც ამ ხრივ და მართლა მთელი რაჭა მუზეუმია ფაქტიურად და სოფლებიც გვაქვს, რომლებსაც მუზეუმის სტატუსი მინიჭებული აქვთ უკვე, თუმცა ის პროექტი რაც იყო დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია, რომ განხორციელდა და რაღაცა მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. და ძალიან ბევრ აი ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას ვკარგავთ ზუსტად იმიტომ, რომ არ ხდება მათი გამაგრება, არ ხდება მათი აღდგენა, რეაბილიტაცია და შენარჩუნება, იმიტომ რომ იქ ძალიან მძიმე და რთული კლიმატური პირობებია. და შესაბამისად, როგორც ადამიანს, ისე შენობას სჭირდება რაღაცნაირად ხელშეწყობა, რომ აი მძიმე პირობებში გადარჩეს. როგორ შეიძლება რითი იყოს აი ამ ყველაფერს როცა ვლაპარაკობთ, რომ არიან თქვათ, ხო, ოსტატები ფაქტიურად არ აყვავს. ამ ხელ რესურსი არ აგვაქვს, რომ ეს ძეგლები აუდგენ გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ. ადგილობრივი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციაში რაც შედის და რასაც ვილაპარაკეთ, ფაქტიურად ძალიან ართულებს, ხო, ამ გადაწყვეტილებების მიღებასაც, როცა ყველაფერი ცენტრალურზეა მიბმული. თვითმმართველობის გადაწყვეტილების ვერკეთ მექანიზმები ფაქტობრივად არის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ შოთ, როგორ შეიძლება ამაზე ზოგადად ვისაუბროთ და რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისთვის, რომ რაღაცა ეშველოს. ცოტა უფრო ისეთი რთული და უტოპიურია ამ ეტაპზე ალბათ ამაზე საუბარი, მიფიქრია, რომ როგორ შეიძლება პირველ რიგში რომ შევინარჩუნოთ ის, რაც ჯერ კიდევ გვაქვს. არ არის მარტივი ამ ძველი ოდასახლის შენარჩუნება, მოვლაპატრონობა არ არის მარტივი და როდესაც არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რომელიც დაგეხმარება ამ ყველაფერში, ოჯახს და ადამიანს, რომელსაც იქ თვითგადარჩენისთვის უწევს ყოველდღიურად ბრძოლა, არ აქვს უბრალოდ არც ფინანსური რესურსი არ აქვს, არც ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვს და დახმარების ხელი თუ არ გაუწოდა ვიღაცამ, ფაქტიურად შეუძლებელია ამ ყველაფრის შენარჩუნება და მიდიან მარტივი გზით, რომ აი ბოლო წლებში წამოვიდა ეს რაღაცა ტენდენცია, რომ სოფლებში ხდება შესყიდვა ამ ძველი ოდასახლების, მათი დაშლა, შემდეგ ტრანსპორტირება და ან თბილისში ჩამოაქვთ და სარესტორნო ბიზნესი ძალიან აქტიურად იყენებს ამ ყველაფერს, ან რაღაცა ეკოსოფლები შენდება აბსოლუტურად სხვა ადგილებში და ადგილობრივს ურჩევნია, რომ ეს შეელიოს თავისი წინაპრების 150 წლის წინ აშენებულ უნიკალურ შენობებს და იქიდან მიღებული მცირე თანხით რაღაცა თავისი
ბლოკით ან კოტეჯი ჩადგას რეალურად გადარჩენაზე გვაქვს ხო დღევანდელ. კი, სადაც ვფიქრობ, რომ ეს კოტეჯები დაგუყავს საბოლოო ჯამში, რომელიც არის მოკლე ვადაში ტურიზმისთვის ძალიან სასარგებლო და ბევრმა კოტეჯმა ბევრ რეგიონში დააბრუნა ხალხი და მცირე ბიზნესი შემოიტანა, მაგრამ აი ცოტა შორს მიმავალ სურათში ავთენტურობას კარგავს მთელი საქართველოს. ხასიათი იკარგება. კი, აი რაჭის არავინ არ არჩევა რეალურად ხო? ახლა მაგალითად თუ მივდივართ რაღაცა ისტორიულ ადგილებში, მივდივართ იმის გამო, რომ იმის ავთენტურობა გვაინტერესებს. მთელი მსოფლიო მასშტაბით ტურიზმი ესეა წყობილი და თუ კი რაჭა არ იქნება არაფრით განსხვავებული მაგალითად ხევისგან ან რაღაცა სხვა რეგიონისგან, მაშინ რატო წავალ იქ? თუ კი იდენტური არის ხო თქვათ ინფრასტრუქტურაც და გარემო. ესე მთები ბევრ ქვეყანას აქვს და ეს არაფრით ერთმანეთისგან რო არაფრით არ განსხვავდება ისეთი კოტეჯი შეიძლება შეგვხვდეს ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ხო? 10,000-ობით კილომეტრს რო გამოივლი იმისთვის, რომ შეიგრძნა ქვეყნის ხასიათი, კონკრეტული კუთხის, რაღაცა მის ეთნოგრაფიას ეზიარო და ასე შემდეგ. ხო, ზუსტად ჩვენც ხო ეგრე ვიქცევით, როცა ჩავდივართ ქვეყანაში, ვეძებთ სიძველეებს და ვეძებთ ავტენტურობას. ხო, ანუ თუნდაც რამოდენიმე დღით, რომ ვიცხოვროთ იმ კონკრეტულ ქვეყანაში, იმ კონკრეტულ დასახლებაში, როგორც ადგილობრივმა და ეს კოტეჯები ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ანუ როდესაც არაფრით გამორჩეული ინტერიერი და ექსტერიერი აქვს ამა თუ იმ შენობას, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის სად ვიქნები. და ეს თუ რო დაუბრუნდეთ ისე ამ სტრატეგიებს, ეს საკითხები ამ სტრატეგიებში იყო რაღაცნაირად ნახსენები, გათვალისწინებული, როგორი გადაწყვეტილები, როგორი იყო გზები ამის გადაწყვეტილების და როგორ შეიძლებოდა ამაზე თითოეული საკითხი, რომელიც ეხებოდა ისტორიულ დასახლებებს, იგივე კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ვენახებს, ტერუარს, სადაც ყველაფერი იყო გათვალისწინებული და ახლობით რამდენადაც მე მახსოვს 60 თუ 70 გამოცდილი ადამიანი მუშაობდა ამ ყველაფერს და ყველაფერი არის კიდევ კარგი აღწერილი, დაწერილი. რომელიც გამოყენებად შეიძლება რომლის ნახევარიც არა გვაქვს რეალურად უკვე ალბათ დაკარგული ადგილობრივი. არ ვიცი რამდენად სად არსებობს ყოველ შემთხვევაში რაღაც 200 გვერდიანი დოკუმენტი იყო მეტი თუ არა, მაგრამ რაღაც ჯგუფებმა იმუშავეს ამაზე ნამდვილად და ბევრი ჭკვიანური აზრი იყო გამოთქმული, მე რაც მახსოვს. გამოსავალზე რომ საუბრობთ, გამოსავალი არის, მე როგორც ტურიზმიდან ვიტყოდი, იგივე ტურისტ თავის პოლიტიკა აქვს და ტურიზმის პოლიტიკა, საით უნდა წავიდეს ეს ყველაფერი. მე ჩემი გადმოსახედიდან ხედავ ესე რომ მთლიანად რაჭაზე ემოქვემო უნდა გახდეს ნამდვილი ეკოტურიზმის მიმართულება და ზუსტად ეკოტურიზმი არის ზუსტად ის მიმართულება, სადაც ჩადებული არის ავთენტურობაც, კულტურული მემკვიდრეობაც, არამატერიალური მემკვიდრეობა, რაც მოიცავს ფოლკლორსაც და რა ვიცი, ცეკვას სიმღერას და ღვინის დაყენების მეთოდსაც. და ამ ხრივ უნდა არ არის შეუძლებელი ნამდვილად. ეხლა მეორე საკითხი, რასაც მარინას ამბობდა, ადამიანები არიან ცოტანიო. თუ ეს ეკოტურიზმის მიმართულება იქნება, რასაკვირველია პირველ რიგში დაჭირდება ადამიანური რესურსი და იმდენად საინტერესოა, რომ ეს მოძრაობა, რომელიც საქართველოში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ეს არის ადამიანების გადასვლა რეგიონში და ჩემი ჩათვლით ნახევრად რეგიონში ცხოვრობ მე თვითონაც. თავარი არის ბიზნეს ფული, იმიტომ რომ ხალხს ჭირდება არსებობა, ამას ხო ვერ დაუკარგავთ. და თუ ეს მიმზიდველობა შეიქმნება რაჭაში, სადაც შეიძლება ადამიანმა გაატაროს რამდენიმე თვე თუნდაც, ისე რომ კონდეს გარკვეული შემოსავალი, იყოს ნორმალური წვდომა განათლების სისტემასთან მათი შვილებისთვის. აი როგორ გითხრათ, აი რატომ არ უნდა წავიდეს ადამიანი, მით უმეტეს რომელსაც ფესვები იქ აქვს და დიდ ქალაქებში ცხოვრებას, სადაც აი მართლა სუნთქვა შეუძლებელია და საცობებში საათებს ხარჯავთ, რატომ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი, როცა შეუძლია რომ იამაყოს იმითი, რომ თავის წინაპრების მიწაზე მოიყვანა ყურძენი, კარგი ღვინო დააყენა, მარანი შეინარჩუნა თუ ახალი აშენა თუ რა ვიცი, ძველი საწნახელი გამოიყენა, ეს გამოგრჩა გვეთქვა, რომ რაჭა არის უძველესი საწნახელების კუთხე და არ უნდა დაიკარგოს ნამდვილად ესეც და დღემდე ოჯახებს აქვთ თუნდაც 40-50 წლის წინანდელი საწნახელები, სრულიად უნიკალური, უზარმაზარი, მაგრამ ეხლა აკრძალული აქვს დიდი ხეების მოჭრა. ეს ხელობას დაიკარგა ძალიან ბევრგან, იმიტომ რომ ჩორჯო მახსოვს მე, სადაც ნავყოფი ვარ ერთ-ერთ მარანში და იქ იყო ძალიან საინტერესო.
მოკლედ რამდენიმე კომპონენტია, ეს არის სწორი სტრატეგიები, სამუშაო ადგილების შექმნის სწორი პოლიტიკა და ამაში ტურიზმიც არის. ტურიზმი ძალიან მომგებიანია მით უმეტეს რაჭისთვის, იმიტომ რომ ტურიზმი ყველაზე სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს და ის კოტეჯები რო ვახსენეთ, აი ამბროლაურის გარშემოც რო არის ძალიან ლამაზ ბუნებაში კოტეჯები, მთელი ზაფხული მუშაობდა შარშან წინდელ სტატისტიკას თუ გადავავლებ თვალს, სიამოვნებით იქ მიდიოდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები, ქირავდნენ და ბუნებაში უნდა დამხავს ყოფნა. დასახლება და ისტორიული სახლები კიდე ცალკე საკითხია ამ შემთხვევისთვის. და კიდევ ერთი მინდა დავამატო, რომ თუ ეხლა ესე დალაგდა, რომ სოფლები ცოცხლდება ზაფხულში, ყოველ შემთხვევაში იმის ილუზია არავის არ გვაქვს, რომ უცებ ადგება ხალხი და დასახლდება რაჭაში და ზამთარში იქ დარჩებიან. ეტაპობრივად. ჩვენ შეგვიძლია ეს მოდელი გამოვიყენოთ, რომელზეც მე თუ შეძებ საუბრობდი სხვათა შორის და რაღაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამომიჩნდა არაპოპულარული თემაა. თუმცა აი თვითონ თუ შემა თავისით მოხდა რაღაცნაირად, თვითონ თუ შემა ესე გადაალაგეს, რომ მათთვის საზაფხულო შემოსავლის წყაროც არის, საზაფხულო სამუშაოა და ის ადგილი, სადაც ზაფხულს გაატარებენ. თუნდაც ეს იყოს, სულდაცლას არ ჯობია ისევ ჯერჯერობით ესე იყოს და იგივე ხევსურეთი იქნება თუ თუშეთი და რაჭა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს უახლოეს მომავალში, თუ იგივე გარედან მისულ ინვესტორებს თუ წარმოშობით რაჭველ ხალხს, ვისაც ეს ეროვნული мотиваცია აიძულებს უბრალოდ რომ მთლიანად არ მოწყდეს იქაურობას. ყოველ შემთხვევაში ახალი მოდელების შექმნა შესაძლებელია და აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ მაინც იმაზე ჩავიციკლოთ, რომ რაღაც სოფლებში 7 მეტრიან თოლში ხალხმა გაატაროს ზამთარი, მოწყვეტილებმა სრულიად ყველანაირ ცივილიზაციას. რთულია ეს, წარმოუდგენელი მგონია. თან ჩვენ გვაქვს ამხელა საქართველო, სადაც ერთი და იგივე პრობლემებია, არა მხოლოდ თის რეგიონებში, აგერ ბარის სოფლებში იგივე პრობლემაა, რომ არ უნდა ხალხს ზამთარში უნდა კომფორტი. შეიძლება ეს კომფორტი რო გქონდეთ, მაგალითად ბახმაროს მოვიყვან. მე შეიძლება არ მომწოდეს თავიდან ბოლომდე ბახმაროს მოდელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელად მიაჩნდა ძალიან ბევრ ადამიანს, რომ ბახმაროში ჩამოვიდოდნენ ზამთარში ვიზიტორები და რიგი დაუდგებოდათ იმათ, ვინც ახორციელებს იგივე სკიტურს თუ ნებისმიერ ზამთრის სპორტთან დაკავშირებულ სხვა აქტივობას. და გვაქვს ესეთი მოდელები, ამაზე უნდა ვიფიქროთ და მომავალ სტრატეგიებში ეს აუცილებლად ხელშესახებელია. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონზე დაფუძნებული ტერიტორია, სადაც რეგიონალური, კულტურული, ისტორიული განსხვავებები არსებობდა ქვეყანაში. თუმცა საბჭოთა პერიოდმა და რუსეთის პერიოდმა მოსპო ეს ტრადიცია და ეს კულტურა საქართველოში. ამიტომ თავარი, რაც არა მხოლოდ რაჭის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემას, მთელი ყველა რეგიონის პრობლემას მოაგვარებდა, არის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა. ავტორიტარულ სისტემებში არ მოსწონთ ძლიერი თვითმმართველობები, იმიტომ რომ ძლიერი თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა პირდაპირ თხოვს პასუხს ადგილობრივ თვითმმართველობას, თუ რამე არ მოსწონს. ახლა კი ადგილობრივ რაჭის მოსახლეობას ერთადერთი, ვისაც შეუძლია მოთხოვოს პასუხი იმაზე, თუ რა არ კეთდება რაჭაში, არის ცენტრალური ხელისუფლება. დეცენტრალიზაცია ბევრ პრობლემას აგვარებს რეგიონში, იმიტომ რომ თავად რაჭველებმა უკეთ იციან, როგორ შეიძლება დაგეგმონ ადგილობრივი რაჭის პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ გადასახადების უდიდესი ნაწილი, რომელსაც რაჭის მოსახლეობა იხდის, დარჩეს თავად რაჭაში და არ ხდებოდეს ჯერ ცენტრალიზებულ თბილისში ბიუჯეტის გადმოსროლა, შემდეგ კი ცენტრალიზებული თბილისის მიერ გადანაწილებული ბიუჯეტის რეგიონებში დაბრუნება. შესაბამისად, გადასახადების უდიდესი ნაწილი უნდა დარჩეს რაჭის რეგიონში. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არა მხოლოდ რაჭას, არამედ მთელ საქართველოს გამდიდრებდა, არის იმ ბუნებრივი წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების, მინერალების, საქართველოს მოსახლეობაზე დაბრუნება, ანუ პრივატიზაცია, რომელიც თითოეული მოქალაქის ჯიბეში მეტფულს გააჩენდა და თითოეულ იმ ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობებს, რომელიც სხვა რეგიონებში გვაქვს, გაუჩენდა ბევრად უფრო წარმატებულ პოტენციალს და წარმატებულ მომავალს. ის რეგულაციები, რომელსაც ამჟამად ცენტრალიზებული სისტემა მთელ საქართველოს მასშტაბით ავრცელებს, ეს რეგულაციები შერბილდეს, ან საერთოდ გაუქმდეს იქიდან გამომდინარე, რომ მცირე მეწარმეებს, მცირე ბიზნესებს და საქართველოს მოსახლეობას კონდეს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ის საქმიანობა, რომელიც მას ისტორიულად და კულტურულად საკუთარმა რეგიონმა დაუტოვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? პირველ რიგში ეს უნდა გაარკვიოს ადგილობრივი
ცხოვრებლებისგან. სწორედ მათ იციან, სად არის სწორი ინფრასტრუქტურა გასაკეთებელი, სად არის ამბულატორია საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტურისტი მოიზიდონ ყველა სეზონზე და არა, თქვათ, თბილისიდან კაბინეტში დაწერილი რაღაც გადაწყვეტა, რომელსაც უბრალოდ თავს მოახვევენ და რომელიც როგორც ვიცით, როგორც წესი, საერთოდ არ მუშაობს. ასეთი პროექტები, რაც გვინახავს ალბათ რამოდენიმე რაიონში, რეგიონში, სადაც ნაკარნახევი იყო, თუმცა მალევე დასრულდა ეს პროექტი, იმიტომ რომ ამან რეალური შედეგი არ მოიტანა. შემოდგომაზე რაჭას აქვს პოტენციალი გქონდეს ღვინის ტურიზმი განვითარებული, ვინაიდან ვიცით რომ ხვანჭკარა და ალექსანდრეული არის ის ჯიში, რომელიც უნიკალურია. ზამთარში სათხილამურო ბილიკების მოწყობა და არა მხოლოდ სათხილამურო ისეთი თოვლის შესაძლებლობა აქვს რაჭას, რომ აქ შეიძლება მოეწყოს უამრავი საინტერესო პროექტი. ზაფხული ისედაც შედარებით აქტიურია, მაგრამ აქ წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებული, რაც შეეხება გაზაფხულს, უნიკალური ბუნებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, იმ ისტორიიდან გამომდინარე და კულტურიდან გამომდინარე, რომელიც ამ რეგიონს აქვს, შეიძლება რომ ყოველი სეზონი გქონდეს იმდენად დატვირთული, რომ თითეული ადამიანისთვის, ვინც იქ გადაწყვეტს მცირე ბიზნესის წარმოებას თუ მისი რაიონის განვითარებას, ამისთვის მისთვისაც კონდეს ეკონომიკური შემოსავალი და არ ელოდებოდეს ცენტრიდან გადმოგდებულ თანხებს, რომელიც რეალურად მისთვის საკმარისი არ არის და სწორედ ეს იწვევს დაცლას რეგიონის, დაცლილ რეგიონში არ არის ინტერესი, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და შესაბამისად რეგიონი არის ეხლა ამ მდგომარეობაში. მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ისევ ადგილობრივების კარნახით აქვს რეალური პოტენციალი რაჭას სურვილის შემთხვევაში და არა ისეთ შემთხვევაში, როცა რაღაც ოლიგარქიული მმართველობა და ფეოდალები მართავენ თითოეულ რეგიონს, რეალური დეცენტრალიზაციის შემთხვევაში ნამდვილად აქვს პოტენციალი ამ რეგიონს. ადგილობრივებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, თუმცა აქ უნდა იყვნენ ექსპერტები ჩართული ამ საკითხში და წლების განმავლობაში, თქვათ, რაც არის ამ რეგიონში მოკვლეული, დამუშავებული, ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ინფრასტრუქტურაც, სავარაუდოდ რომელი ტურისტული პოტენციალი აქვს ამ რეგიონს და აქედან გამომდინარე კომბინირებულად ჯამში ეს მოახდენს რეალურ განვითარებას. ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, რადგან სახელმწიფო უნდა ასრულებდეს მედიატორის როლს, თქვათ, ექსპერტებსა და ადგილობრივებს შორის, რომ რეალური პროდუქტი, რომელიც შემდეგ ამით შეიქმნება, ეს იყოს გრძელვადიანი და მდგრადი. გადაწყვეტის გზებს რაც შეეხება, არის პირველ რიგში გეგმის გაკეთება და კითხვაზე პასუხის მოძებნა, რა გვინდა რომ მივიღოთ რაჭისგან. კი, რაჭა არის ღვინო, ხვანჭკარა, რაჭა არის ლორი, მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი რამ არის, მათ შორის ბუნებრივი წიაღისეული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უხვი წყლები. მაგალითად, შეგვიძლია ჩვენ თუ არა რომ დავტოვოთ შაური ისე როგორც არის. ამხელა შესაძლებლობის მქონე ბუნებრივი გარემო, რომელსაც შეუძლია რომ ერთმანეთს დააკავშიროს არამხოლოდ რაჭა და იმერეთი, არამედ ლეჩხუმსაც გადაწყვეტს, შაორთან ძალიან ახლოს არის მეორე ტყიბულის წყალსაცავი და ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი წყალსაცავის ერთმანეთთან დაკავშირება შექმნის ძალიან დიდ ტურისტულ შესაძლებლობებს, თუკი იმასაც შევხედავთ, რომ ეს გზები წრესურ ტყავს და დაუშვათ რაჭიდან ძალიან მარტივია ჩასვლა ლეჩხუმში, ხოლო იქიდან ერთი გზა იმერეთში მიდის, მეორე გზა კი ჯერ ქვემო სვანეთში და მერე შემდგომ აქიდან უკვე ზემო სვანეთში, ზღვაზე ჩასვლაც კი არის შესაძლებელი. თანამედროვე სამყაროში აღარ საუბრობენ მანძილებზე, თანამედროვე სამყაროში საუბრობენ დროზე. თუ კი სახელმწიფო შექმნის ისეთ ინფრასტრუქტურას, რომ ამ რთული რელიეფების მარტივად გავლა იქნება შესაძლებელი, ჩვენ ვილაპარაკებთ არა მხოლოდ რაჭაზე ამოგლეჯილად, არამედ მთლიან კომპლექსზე დასავლეთ საქართველოში, როგორც ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენ რაჭა უნდა ვაქციოთ აგარაკიდან კურორტების არქიპელაგად, ანუ ერთგვარ არქიპელაგად, სადაც ყველა სოფელი იქნება კურორტი. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და უწყვეტად წამოსული ადამიანი, რომელიც გადმოივლის ლიხს, იმერეთიდან გადავა რაჭაში, რაჭიდან ან გააგრძელებს ისევ იმერეთში, ან გააგრძელებს ლეჩხუმში, ან ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში ჩავა ზღვაზე.
აი ეს არის ძალიან დიდი პოტენცია, რატომ? იმიტომ რომ იგივე ის ხვანჭკა რაც, იგივე ის ლორიც, რომელიც არის ადგილწარმოება, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილზევე გაყიდოს ამ რაჭველმა კაცმა. ყველაზე მეტ შემოსავალს სწორედ ასე მიიღებს და არა მისი საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში წაღებით, ადგილზევე აიღოს ის თანხა, რომელიც ეს ღვინო ღირს. კითხვა დასვა თუ არა ვინმემ, იმუშავა თუ არა რაჭის და ზოგადად მთის განვითარებისთვის მთის კანონმა. რამე ინახა ისეთი, რაც ამ კანონის ამუშავების შემდეგ გამოსწორდა, ნამდვილად არაფერი გაკეთებულა, იმიტომ რომ ეს კვლევა არ არის ჩატარებული. არავინ იცის მთის კანონმა რა გააკეთა კარგი. ანუ ის არ მუშაობს. ფაქტი არის ეს. იმიტომ რომ სახეზე გვაქვს დაცლილი რაჭა და არ შემოსულა უფრო მეტი თანხა რაჭაში, დაუშვათ უფრო მეტი ყურძნის წარმოებით. ისიც კი არავინ იცის საჭიროა თუ არა ამდენი ყურძენი და დაუშვათ შესაძლებელია შავი ქლიავის მოყვანა უკეთესი იყოს რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე, ვიდრე ვენახის გაშენება. ეს უნდა ასწავლოს სახელმწიფომ, არ ვიცი, არასამთავრობო სექტორმა იმ გლეხს, რომელიც იქ ცხოვრობს. იმიტომ რომ გლეხს სჭირდება ყურძენიც, ვენახიც, როგორც ტრადიციაა, მაგრამ პირველ რიგში მას სჭირდება ჭარბი შემოსავალი, რის საფუძველზეც ის კარგად იცხოვრებს. მეორე, არავინ იყენებს აი ამ კავშირებს, რაჭა არ არის მოწყვეტილი. ვინმე მიცის გაამართლა თუ არა რეგიონულმა ამ მოწყობამ. თუ იქნებ შეიძლება ამას გადავხედოთ, იმიტომ რომ შეიცვალა განვითარების გზებიც, გეგმებიც, დაკავშირება უფრო მარტივი ხდება, შეიცვალა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაოდენობა მოსახლეობის. ამიტომ ეს არის ყველაფერი ისე როგორც ცხოვრება მიდის, ისე უნდა მიდიოდეს ყველაფერი და ვითარდებოდეს. ამას სჭირდება სახელმწიფოს ჩართულობა და სწორი მენეჯმენტი და რაც ხდება დანარჩენ საქართველოში ზუსტად ის ხდება იქაც. ეს არის ფეოდალიზმი, იმიტომ რომ რაღაცა ბუნებრივი რესურსების, ტერიტორიების სიმდიდრის ხელში ჩაგდება. ერთადერთი რასაც ემსახურებიან, სწორედ ეს არის. როდესაც ამ განვითარებაზე ვსაუბრობთ ადგილობრივს, ხშირად ადამიანებს ესმით, არ ვიცი ეს ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეობა თუ როგორ არის, რომ აი როგორ უნდა გავიგოთ ეს სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, სად არის დიფერენციაცია, თქვა სახელმწიფოს როლის და ფუნქციის ამ სტრატეგიის განვითარებაში რეგიონის და სად არის მნიშვნელოვანი ექსპერტების როლი და სად არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობის როლი, რომელი მოდელი რაც ვიცით, თქვა უფრო მდგრადია და რა ვისი რა ფუნქცია არის, ანუ რა არის ფედერალური დონის საკითხი და რა არის ადგილობრივი საკითხი და რატო წყდება ეს ან არ წყდება დღესდღეობით. თავარი პრობლემა, რომელსაც ხედავ, არის აღსრულების საკითხი, ხო? ანუ ძალიან ბევრი დოკუმენტი გვაქვს შემუშავებული, საკანონმდებლო დოკუმენტების არ იყოს, თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის კანონის, რომელიც ქაღალდზე ძალიან კარგად იკითხება და რაღაც, მაგრამ რეალურად არ სრულდება აღსრულების მექანიზმები გვაკლია, მე კანონქვემდებარე აქტები და ასე შემდეგ. ანუ ბოლომდე არ არის ეს გაწერილი და ну, რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე, სახელმწიფო დონეზე ეს დოკუმენტები უნდა არსებობდეს, ხო, ზოგადად სტრატეგიის, მაგრამ თუ არ მოხდა რეგიონულ დონეზე ჩაშლა, საერთოდ თუ რეგიონული პოლიტიკა და დეცენტრალიზაცია არ მოხდა და თემა რეგიონმა, ანუ ჯერ რეგიონმა და მე თითოეულმა თემმა თავის სარგებელი არ მიიღო, ხო, თითოეული რაღაცა ქმედებისგან იქ გაჩაღებული სამუშაოებისა თუ რაღაცა პროექტებისგან თუ არ ასევე თუ არ იქნა ჩართული თავიდან ბოლომდე აი რაღაცა მდგომარეობის გააზრებაში, საჭიროებების შეფასებაში, ხო, საჭიროებების დანახვაში და მერე უკვე გადაწყვეტის მოძიების არ გადამიწყვიტოს მე რა მჭირდება. მაგრამ ეს არის ეს არის სწორედ რეგიონული პოლიტიკა ცვლილებას როცა ვამბობ, ხო, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ რეგიონს და ადგილობრივ თემს, ანუ ყველაზე მცირე სოფლიდან დაწყებული კონდეს რაღაცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა და მაშინ ის უკვე თავის პოტენციალს სათანადოდ გამოიყენებს, გაითავისებს კიდეც, ხო, იმ კულტურულ მემკვიდრეობას და თავის ოდასაც აღარ დაშლის, აი მერწმუნეთ რა. როდესაც დაინახავს რეალურად რამხელა განძის მფლობელია, სიამაყით აღივსება ნაცვლად იმისა, რომ დაშალოს და თქვათ რაღაცა მცირე სარგებელი უცაბედი ნახოს ამ რაღაცა ძვირფასი მასალის და ეს მდგრადია და ეს არის სწორედ უნიკალური და ამ უნიკალურობის ეკონომიკაზე ხო საუბრობთ ხოლმე, ხო, როცა კულტურულ მემკვიდრეობას და ბუნებრივ მემკვიდრეობას ვიხილავთ. ეს არის სწორედ საგანძური რაჭის, ხო? აი ეს ტრადიციული ოდები და დროიანი სახლები მთის რაჭაში, ხო? აი ეს საოცარი ძალიან ცოტა არის, აი ღებშიც ძალიან ადგურდება, მოკლედ საფრთხეში, აი ჭიორაშიც შედარებით უკეთ არის, მე მგონი შენარჩუნებული, მაგრამ ზოგადად ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ამ უნიკალურ სახლებსაც, ნაგებობებს და აი ამ მთლიანად, აი მაგალითად ღებსაც ხო აქვს ეს პოტენციალი
პოტენციალი ხო თავის მდებარეობით, ისტორიით, რაღაცა. საერთოდ ცალკე პატრა ქალაქია რა, ის რომ შეინარჩუნა აი კიდევ რაც არის დარჩენილი, ხო? ამ ცუდი პროცესები მიდის ძალიან. და ეს ოღონდ ადგილობრივ მოსახლეობას ვერ დაადანაშაულებ. ჯერ ერთ როდესაც საერთოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხარ ჩართული, არ იცი შენ თავს რა ხდება, არ იცი რა ცვლილებები, ხო? რაღაცნაირად ცდილობ გადარჩე და ნუ ბოლო-ბოლო იმ კულტურულ მემკვიდრეობასაც შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებ, იმიტომ რომ განათლების ხარვეზიც არის ეს, ხო? ანუ არ დავადანაშაულებ. შენ დაადანაშაულებ. იცი რა, ბოლომდე განათლებას უკავშირდება და შეგნებას უკავშირდება და ხო და ზოგს არ აქვს ეს განცდა, მაგრამ არ აქვს გათავისებული გაუზიარონ მე თუ მკითხავთ ოჯახმა, ნათესაობამ, გვარმა, სოფელმა. კი, გასაგებია, შეიძლება მქონდეს მე ეს განათლებაც მქონდეს, სურვილიც მქონდეს, რომ შევინარჩუნო ეს ყველაფერი, მაგრამ არ მაქვს არანაირი მატერიალური შესაძლებლობა და თუ რაღაცნაირად მართლა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ გახდა ეს ყველაფერი, კი, ბევრი არის, რომელიც ვერ იაზრებს მართლა რა განძიფლობელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები ვისაც იმხელა გულის წყვეტით უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება, უბრალოდ ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. პროცენტულად ალბათ ყველაზე მეტი სოციალური შემწეობის მიღები ყავს სწორედ რაჭაში. ისედაც მცირე რაოდენობა არის ადამიანების იქ მაცხოვრებელი, მაგრამ იმათაც მატერიალურად ძალიან უჭირთ. და ძირითადად ვინც რაღაცის გაკეთებას ახერხებს არიან ძირითადად ის ადამიანები, ვინც რაღაც ეტაპზე წავიდნენ რაჭიდან, გამოიმუშავეს თანხა და მე ეს რესურსი დააბრუნეს ისევ თავიანთი. ეს ტენდენციები პრინციპში ბევრ რეგიონში გვაქვს რაღაც განსხვავებული. და შესაბამისად ფასეულობაც გააცნობიერა მე ამ ადამიანმა. უფრო სხვაგვარად არახებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად მათთვის მაინც ყველაფერი მიდის ფინანსებამდე. თუ იქნება რაღაცა მართლა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და ხელშეწყობა ექნებათ ამ ადამიანებს და პოლიტიკის ნაწილში რას გულისხმობთ? სუბსიდირება ოდების მაგალითად? თუ შეღავათიანი კრედიტები თუნდაც იყოს ეს, იცი რა, თუ გაჩნდება მოთხოვნა, ანუ მე თუ არ მექნება შესაძლებლობა რომ ეს ოდა შევინარჩუნო, შეიძლება სურვილი მქონდეს, მაგრამ იმ ოსტატს სჭირდება ხელფასი. თუ მე ეს ხელფასი ვერ გადავიხადე, მაშინ ვერ მოვიწევ ოსტატს, ხო? მაგრამ მაშინ ეს გადაბმული და ჯაჭო გამოდის უკვე აქ საკითხი თუ შევეხეთ ოსტატების არსებობაზე შესაბამისად ოსტატების გაჩნდებიან, მაგრამ ოსტატები დაბრუნდებიან. კი, რაც ნიშნავს, რომ თუ კი ოსტატი რატო უნდა გაჩნდეს, იმიტომ რომ ბიზნესი თუ სახელმწიფო ცენტრალური სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ის არის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და ბიზნესი თავისას დაალაგებს. ხო არ არსებობს მაგალითად მაგის გადაჭრა, როცა გზა მაქვს და წყალი მაქვს და ელემენტარული საარსებო პირობები, შესაბამისად უკვე მაშინ იმ ოდაზეც მაქვს დრო ფიქრის და შესაძლებლობა, ანუ პროდუქტი, რომელიც მაქვს სამჯერ უფრო იაფი მიჭდება. გადარჩენისთვის ბრძოლა არ უნდა მიწევდეს, რომ საქმისთვისაც მოვიცალოთ და ჩვენ გვაქვს რაჭაში იმის რესურსი, რომ გავზარდოთ ოსტატები. ონში არის სახელმწიფო სკოლა. ბატონი თემურ გეშაშვილი, რომელიც არის ალბათ უკანასკნელი მოჰიკანი ამ სფეროში, რომელსაც აქვს უნიკალური ცოდნა და მას შეუძლია ეს ცოდნა კი ის ზრდის ბავშვებს ზრდის, მაგრამ მეტი ხელშეწყობა ჭირდება. აი ეს არის საქმე. ხელშეწყობა არის ქვეყნის ფარგლებს გარედან. ხშირ შემთხვევაში ეს ხელშეწყობა არის ქვეყნის ფარგლებს გარედან და ხო, მას შეუძლია რომ გაზარდოს ეს თაობა ოსტატების და მე მჯერა თაობაც უნდა დარჩეს იქ ადგილზე თუ დასაქმება არ ექნება წავა სხვაგან. თუ აი ყველაფერი ისე ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და თუ არ გაჩნდება მოთხოვნა, ანუ იმას, ვისაც აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ისი წინაპრის 150 წლის ოდა შეინარჩუნოს, თუ არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ წამოიწყოს ეს პროცესი, შესაბამისად თუ გაჩნდება ეს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნილება უკვე რეალობად იქცეს, გაჩნდება მოთხოვნა ოსტატზეც და იმ ოსტატს არ ექნება იმაზე საფიქრალი, რომ აი რეგიონს გარეთ სად წავიდე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხომ არ წავიდე და სხვაგან ხომ არ დავსაქმდე და იქ გამოვიყენო უფრო სარფიანად ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება. სადაც შესაბამის ანასწორება. კი ბატონო, სადაც შესაბამის ანასწორება. ბევრი ვიცი ისეთი ადამიანი, ვინც უფრო ნაკლებ ანაზღაურებას თანხმდება, ოღონდაც კი არ დატოვოს წინაპრების სახლკარი. ურბანული პრობლემები რაც არის თბილისში, ანუ ის რომ მეტი ჟანგბადი გვჭირდება, მეტი სივრცე გვჭირდება, აი ეს გადატვირთულობა
ღლის უბრალოდ ადამიანებს და მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია რომ ფინანსურად უფრო გამართულად ვიყო თბილისში და ბევრი რაღაცის მოთხოვნილება აქ დავიკმაყოფილო, მაინც იქ მირჩევნია ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. რთულია, რომ ჩახვიდე ქვემო სოფელში იმისთვის, რომ გქონდეს სასმელი წყალი. ანუ წყაროდან მოიტანო სასმელი წყალი. მაგალითად თუ გათოვდა შეიძლება 10 დღის განმავლობაში გზა არ გაიწმინდოს, ვერ მოასწრო საბურავის გამოცვლა, იმიტომ რომ 23 ოქტომბერს მოთოვა, მოულოდნელად ან 10 მაისს მოთოვა და თან მოყინა და უბრალოდ ვერ გამოაღწიო სოფლიდან, ვერ გამოხვიდა, იმიტომ რომ არ არის უსაფრთხო, ჯერ ერთი, იმიტომ რომ გზები დამეწყრილია, ჯერ ერთი, იმიტომ რომ თოვლი დროულად არის, ტექნიკა არ არის ფიზიკურად. რამოდენიმე სოფელს, როდესაც ერთი ტრაქტორი ემსახურება და თოვლის საფარი აღწევს 2 ან 3 მეტრს, სამაშველო სამსახურიც არა, გარც გამწვენდი და არს. ხო, შესაბამისი ტექნიკა არ არის და იმაზეც ვსაუბრობდით, რომ აი ზაფხულში მაინც ჩავიდნენ ადამიანები და დაუშვათ შეიძლება რომ ზამთარში იქ არ დარჩე და ხშირად არის ხოლმე რომ აი რაღაც ამ საშიშროებების გამო გვიწევს თბილისში ჩამოსვლა და აქ გამოზამთრება და ყველაზე რთული პერიოდია ჩემთვის და ველოდები ხოლმე როდის და მეზობლებს ვაწუხებ კითხვებით რომ აი დადნა თუ არა თოვლი და თუ ჩამოისვლება სოფელში იმიტომ რომ ერთი სული გაქვს რომ ისევ იქ დაბრუნდე. ხომ არიან ადამიანები ვინც იქ მთელი წელი სახლობენ და რჩებიან მათ ხომ სჭირდებათ მიხედვა. მათ სჭირდებათ გზის გაწმენდაც, მათ სჭირდებათ წყალიც, ელექტროენერგიაც, ყველაფერი სჭირდება. ეს ადამიანები არიან ჩვენი საწურის მცველებიც, რომ ისინი ინარჩუნებენ სიცოცხლეს საზღვრისპირა სოფლებში. იმისთვის სჭირდებათ რომ თავად გადარჩნენ და ამ სოფლებს შეუნარჩუნონ სიცოცხლის უნარიანობა. მე როგორც რაჭის მოსახლეს უსაფრთხოების განცდა მჭირდება პირველ რიგში, რომ არ მეშინოდეს, რომ გზა, რომლითაც ცენტრიდან მივდივარ ჩემს სახლამდე, სადაც არის დამეწყრილი მონაკვეთი, უბრალოდ მიწით კი არ ამოავსებენ იმისთვის, რომ ღრიჭოები თვალშისაცემი არ იყოს, არამედ გამოიკვლევენ იმ ადგილს და ელემენტარულად მეტყვიან, დამამშვიდებენ, რომ უსაფრთხოა ჩემთვის ამ გზაზე გადაადგილება თუ არა. თუ არ არის უსაფრთხო, მეტყვიან, რომ იარე შემოვლითი გზით და რაღაცნაირად კონსერვაციას მოახდენენ ამ გზით. თუ უსაფრთხოა, ამასაც მეტყვიან და უბრალოდ მშვიდად მეც და ჩემი სტუმრებიც ვივლით მშვიდად ამ გზაზე და ეს თვალის ახვევა მე ვფიქრობ, რომ არ არის გამოსავალი. ასევე გვჭირდება, რომ იმ დროს, როდესაც გვექმნება რაღაცა ექსტრემალური მდგომარეობა, დაპირებული ვერტფრენები რეგიონს ჯერ ისევ არ აქვს რეანიმობილის პრობლემა ის, რომ სამედიცინო დახმარებას ვერ ვიღებთ ადგილზე და იძულებული ვართ, ფაქტიურად ნებისმიერი შემთხვევის დროს იძულებული ხდები, რომ სადმე უფრო დიდ ქალაქში წახვიდე და მიიღო ეს სერვისი და ყოფილა გადაუდებელი საჭიროებაც ყოფილა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ტრანსპორტირებისას უბრალოდ ვერ მოესწრო ფიზიკურად პაციენტის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა და ფატალურად დასრულდა. გვჭირდება ელემენტარული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მართლა მეზობელ სოფელში არ გიწევდეს სასმელი წყლის მოსაპოვებლად წასვლა, გვჭირდება ელექტროენერგია. კარგი დაუშვათ ადგილობრივები ვეჩვევით იმას, რომ როგორ მოვერგოთ არსებულ მდგომარეობას, ხო, მაგრამ სტუმარი, რომელსაც რაღაცა წელიწადში სულ რამოდენიმე დღე აქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ დაისვენოს და საკმაოდ დიდ მსხვერპლს იღებს იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონამდე ჩამოვიდეს და მაშინ, როდესაც შენ არ გაქვს წყალი, არ აქვს შხაპის მიღების შესაძლებლობა, არ აქვს ინტერნეტი, არ აქვს პირველად ჯანდაცვის ელემენტარული საშუალებები კი ბატონო, ანუ არჩევანს ამ შემთხვევაში გააკეთებს ისეთ ადგილზე, სადაც ეს ყველაფერი უფრო ახლოს არის, უფრო ხელმისაწვდომი არის და არ ჩამოვა რაჭაში. მე უფრო ბიზნესის კუთხით ვუყურებ, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესი აძლიერებს რეგიონსაც და ხალხსაც, ქმნის სამუშაო ადგილებს და აი ზუსტად ანა მახსენა ვინ არიან სათავეში და ექსპერტები ახსენეთ. ჩემი ნება რომ იყოს, მე საერთოდ პირდაპირ ამ თანამდებობებზე ზუსტად აი მე ექსპერტებს დავნიშნავდი, ვინ შექმნა ეს დოკუმენტები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, აი უახლოესი
მომავლის, ანუ მოკლევადიან გეგმაში, რომ რაღაც გარკვეული პროფესიები შეიძლება გაჩნდეს კიდეც, რომელიც იქნება ხიდი ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ამას იქნებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება თანამდებობაზე იყო, მაგრამ არ ქონდეს ეს არც საერთო ხედვა არ ქონდეთ, არც განვითარების ხედვა არ ქონდეთ. ადგილობრივი საჭიროების ცოდნარია. ზუსტად იცით როგორია, ძალიან ხშირად გვესმის, რომ აი სახელმწიფოსგან გვესმის, რომ ჩვენ თანამდებობაზე ვნიშნავთ ადამიანს, რომელმაცო იცის პრობლემები, ადგილობრივი პრობლემები, უკაცრავად ახლა პრობლემები ცოდნა ძალიან ადვილია, დენი რო არ არის პრობლემა, ვიცით, გზა არის, წმინდება ტექნიკა არის პრობლემა, არა. თავარი არის გჭირდება ადამიანები, რომლებიც მოაგვარებენ ამ პრობლემებს და ზუსტად მათ ექნებათ. და ერთ მაგალითს მოვიყვანდი, საქართველოში გვაქვს ამდენი ზამთრის კურორტი და ჩვენ არ გვყავს ზამთრის კურორტის მართვის სპეციალისტები. ქვეყანაში ჩვეულებრივი მენეჯერი არ ნიშნავს, რომ თის კურორტის მართვას შეძლებდეს, ეს გუდაური იქნება ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი თუ ნებისმიერი სხვა და ზუსტად იგივეს ვიტყოდი რაჭაზეც. ძალიან შქმერი, სადაც გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ გქონდეს ზამთრის კურორტი. პროექტიც არსებობს, როგორც ვიცი, შვეიცარიელების მიერ შემუშავებული პროექტი და არის უნიკალური ადგილი იმისთვის, რომ გქონდეს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის. როგორც ბახმაროს იმჯეროდა, როგორც ზემო სვანეთის განვითარების იმჯეროდა ზამთრის კუთხით, ზუსტად ისე იმჯერა შქმერისაც და თუმცა შქმერში სხვა ინტერესია, ერთეული ადამიანების სხვა ინტერესია, იქ მთავარია, რომ რაღაცა წიაღისეული გაიტანოს ვიღაცა რამოდენიმე ადამიანმა ჯიბეში შეივსოს. რაც არის რეალურად კორუფციის ლუნკი სიმპტომი. მარინას დავამატებდე კიდე ამ. ხო, ნუ აი სახელმწიფო პოლიტიკაზე ბევრია დამოკიდებული და პრიორიტეტებზე, იმიტომ რომ აი მუზეუმის თემა რა ვიღოთ, ხო, ონი, სადაც ნუ თამოყრილია რაჭის თელი საგანძური, რომელსაც არ დაადგა საშუალო რამდენი წელი 2013 წელს ვიყავ მე და საშინო დღეში იყო, აი ამაც ახსენა რა დღეში იყო, ზარებით და რაღაც სულ პატარა სივრცეში მოთავსებული და დღემდე არ არის ახალი მუზეუმი. მაშინ გადააწყდა მაშინ მუზეუმის მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ 13 წელი რომ დაჭირდება ამ რეაბილიტაციის პროცესს, ეს რას ნიშნავს? შენთვის როგორც სახელმწიფოსთვის ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული. რეგიონული განვითარება, ონის განვითარება არ არის პრიორიტეტული. გარდა იმისა, რომ პრიორიტეტული ანა შეიძლება იყოს პრიორიტეტული, მაგრამ იმის გამო რომ ყველაფერი ცენტრალიზებულია და გადაწყვეტილება ესეც არის რა თქმა უნდა. მხოლოდ აქ ადგილზე ადამიანი. რასაც შეიძლება ადგილზე იყოს ექსპერტი, რომელიც რაღაცა დონემდე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ადგილზე და თქვა იგივე სარემონტო სამუშაოების წარმოება. გასაგებია რომ შეიძლება კონტროლის ქვეშ იყოს, მაგრამ ადგილზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება იქნებ ამ პრობლემას აგვარებდეს. ხო, რა თქმა უნდა, ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბევრს შეცვლიდა. ადგილობრივი ხელისუფლების მეტი პასუხისმგებლობა რო იყოს, ალბათ ისეთი უსახური და შეუსაბამო მოცულობებიც არ გაჩნდებოდა, როგორც არის ეს ფანჩატურები თუ საქეიფოს რო ეძახიან აი ჩანჩქერებთან, ну რაღაცა ძალიან მდარე პროგრამის პრიორიტეტი ბოლო რამოდენიმე მდარე ნაგებობები, აი რომელიც ამახინჯებს იმ გარემოს. ხო, ანუ ეს ვისაფუძველზე რა ტენდერები იმართება, ვინ იღებს მონაწილეობას, აი საოცრება, ანუ აი იმ ბუნებაში მართლა იმ რაღაცა 64-ში უცბად ეს რაღაცა უმსგავს. როდესაც ყავს ისეთი ოსტატი, მაგალითად როგორც არის თემურ გეშაშვილი, ხო? ან კიდევ დარწმუნებული ვარ, სხვაებიც არსებობენ. შეუძლებელია უბრალოდ ასეთი რამის გაკეთება. თითოეულ სოფელს თავისი ისტორია აქვს, თავის გმირი ყავს და ისა და ისე ამ ადგილობრივი თემის ისტორიულ მეხსიერებასთან მივდივართ. მაგალითად ჯორჯ კობის ამბავით ხმოვრელებისთვის, ხო? და ნუ მთელი რაჭისთვის და მთელი საქართველოს ეს იყო ადამიანი, რომელმაც ნუ აი მთელი საქართველოს სახელი გაიტანა რა ვიცი ფარგლებს გაარეთ და ხო, ნუ ბოლოს ამერიკაში დაფუძნდა და შობა იყო მასთან ასოცირებული. წარმოიდგინეთ, შობის დღესასწაულის ასოცირება მოხდა ამ ჯორჯ კობისთან. ჯორჯ კობი იყო შობა. დღეს არაჩვეულებრივი სახლი. ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ესე იგი შექმნა, ხო, იყო ინჟინერი გამომგონებელი და ასე შემდეგ, ხო, ძალიან მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანი, რომელმაც რა ვიცი 10 წლიდან დაიწყო ჯერ ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობა და ნუ მინის ტექნოლოგიამ გაიტაცა, მაგრამ მერე ყინვა გამძლე და ნესტგამძლე ბეტონით შეიმუშავა, მოკლედ სამხედრო ტექნოლოგიებშიც იყო, დიზაინშიც იყო, ოჯახებისთვის ქმნიდა დიზაინში იყო მაჩავლესთვის აქვს სუნამოს დიზაინი გაკეთებული, მოკლედ ძალიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ თავარი რომ გააცნობიერა რომ სახელმწიფო ნაძვის ხეზე ჩვეულებრივი სანთლები ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო ბავშვებისთვის, მან შექმნა ელექტრო მთელი ეს ნათურები და გარდა ამისა დიზაინი სათამაშოების და ხო, ნუ ძალიან ახლა ვრცელი ისტორია, მაგრამ
შემდგომ კიდევ ამერიკის მთავრობას თხოვა კრედიტი და აი მეორე მსოფლიო ომის დროს სამართლობის ჰოსპიტალებისთვის და სამხედრო დაწესებულებებისთვის სამედიცინო შექმნა მთელი მიიღო ამერიკისგან კრედიტი და გადააწყო თავისი ქარხანა ამ საჭიროებების მიხედვით და მთელი ეს მინის აპარატურა და სხვა კიდევ სამართლობისთვის მოკლედ ამუშავა აი ამ აპარატურაზე თავისი ქარხანა. მოკლედ ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ძალიან შეძლებულის და რაღაც მომენტში დაბრუნდა, აღარ მახსოვს, მეგონა 20-იანი წლები იყო თუ 30-იანი, დაბრუნდა საქართველოში, უნდოდა რაღაც გაეკეთებინა თავის ოფლისთვის და მაგრამ იმავე ღამეს გააპარეს თანასოფლელებმა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი იყო, ხო, შეიტყვეს რომ ძალიან დიდი საფრთხე მოკრება და მაგრამ მაინც მოახერხა რომ დააფინანსა თხმორში ხიდის მშენებლობა და არაჩვეულებრივი აფთიაქის, ანუ მაღაზია აფთიაქი იყო და დღესაც დგას ეს შენობა, რომელიც არის უნიკალური, მაგრამ რომელიც ასევე რომელშიც წყალი ჩადის, უკვე სახურავიც მორღვეულია და თუმცა ულამაზესი ქვებით არის მოპირკეთებული და აი ამ შენობის ავთენტიკური სახით შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი. და შემდეგ აი რა ვიცი, რაღაცა კონკურსი რო გაკეთდეს, ახალგაზრდა არქიტექტორები ჩაებან და როგორ განვითარდეს, იმიტომ რომ რაღაც ტერიტორიაც აქვს თავისი შენობას და როგორ შეიძლება ფიქრობთ სხვადასხვა ამ პროექტზე მუშაობთ რაღაც ხანი და ფიქრობდით რომ მე საშობავა სწორედ ზამთარშიც რო გაცოცხლდეს თხმორი ხო სადაც სულ 10-ოდე ადამიანი რჩება ზამთარში და არა და ხალხმრავალი სოფელი იყო ადრე რომ შეიძლება და ვთქვათ შობის კობის ახლობის შობის ფესტივალი გაკეთებული იყო და ვთქვათ განათების დიზაინერებთან გვემუშავა და ისინი ჩაგვეყვანა და ნუ ამერიკასთან და ეს იქნებოდა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა